აქ ისე მოხდა რომ აი ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედიდან ყვავი, ჩხიკვი ზაქარა და ჩხიკვი ქეთევანი ჩვენ აქ შეყვარებული დუეტის ლეგენდარული ასე ვთქვათ ვერსიის წარმომადგენლები აქ ყვავს და ჩემო მანანა შენ მინდა ისაუბრო ოჯახი ერთად ვზივართ ზაქარა ქეთევანი და თომაგას კი ბატონო ყველა ერთად არის წარმოდგენილი შენ მინდა რომ გაიცანო ჩემო გულს ნამდვილად გავიხსენებ გოჩას სრულიად სამყარო მისის გოჩა როგორი ნიჭიერი ადამიანი იყო და რომ განსაკუთრებული ტემბრის პატრონი იყო და ის რომ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და საერთოდ თაობებზე გადავა მისი ჟღერადობა და მისი ნიჭი. მე და გოჩა ძალიან მეგობრობდით. აი და ოჯახებში მისვლა, მოსვლა, ისეთი კარგი ურთიერთობა ქონდა ძალიან და რაც შეეხება ახლა პარტნიორობას იყო არაჩვეულებრივი პარტნიორის სცენაზე. არაჩვეულებრივი ჩვენის მომენტიც რო გოგო ვცოლად გამომყევას რომ ნუ აი სასწაული დუეტი იყო. აბაკაცო ესეთი ჩანართი იყო ესეთი ოპერეტული და თითქოს არაფერი და რა ზუსტად ასრულებდა სტილისტურად დღემდე ყურშე ყველას მისი ნამღერი მოკლე რომერი იყო მაგრამ ყველასთვის დასამახსოვრებელი სადაც წრუწუნა არის გადაცმული ვითომ ჩხიკვი ქეთევანია და ახმოვანებს შენ და არის გოჩა მაგის პარკში ჯინსის ბუდეს აგიღებ მაგის პარკში მუხაზე ჯინსის ბუდეს აგიღებ დღემდე ახაც იმ ეპოქის დამახასიათებელი მაგარი გოგო ვცოლად წამომყე შემიღბარდი გამიგე ბაქის პარკში მუხაზე ჯინსის ბუდეს აგიღებ სიყვარული არ მოდის ძალითა და მუქარი ბავშვობის საბესტილება როგორი ძაფრია ფოთში იყო ჩხიკვთა ქორწილის სპექტაკლები და აი მახსოვს როგორი ზემოქმედება ჰქონდა გოჩას ნამღერს დარბაზზე, როგორი მონოსხული უსმენდა პუბლიკა და როგორი პროფესიონალებიანი ივერიელები ეს ყველას მოეხსენება და ნუ მანანახო ამ ხრივ მართლაც გამორჩეულია. მე ვარ კულისებში როგორც ყოველთვის და იქ დევს მიკროფონი. ზუსტად ის მომენტია, როდესაც გოგო ბოცოლად გამომყევ დაიწყო და ვაკის პარკის აი იმ ადგილს რომ მივიდო რომ ჯინსის ბუდეს აგიგებ და ამ დროს შენ უნდა გააგრძელო სიყვარული არ მოდის ჩო ახლოვდება ეს ფრაზა და არ არის მანანა კულისებში დაიწყო უკვე გოჩამ არ არის და მივიდა აი ჯინსის ბუდეს და ფიქრობდი ჩემთვის მეთქი მე ხო არ ვიმღერობ თუ არავინ არ არის და რაღაცით შევავსო ვარ ალბათ რაღაცა 9-10 წლის და ჯინსის ბუდეს აგიგებ და ხმამესმის ფეხსაცმლის ტაკ 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 და ზუსტად დააგიგებ და სიყვარ ზუსტად მიასწრებ აი არაფერი არ უზრია ვიჩაზაგე მაყურებელს ახლა გადავიდეთ თავარ ვიზავიზე ანუ ჩხიკვ ზაქარაძე რომელსაც ორთაბრძოლაც უხდებოდა სცენაზე და მაგას პირველ დაბაში დიდი ბრძოლა ქონდა მაგაზე მინდა გავიხსენო რომ წავედი ბოტანიკურ ბაღში და დირექტორი მომნახე გადასარევი პიროვნება ესა და აუხსენი აი ესეთ და რა გინდაო და მე ვუთხარი იქ კენდო გვაქვს ისეთი ჩხუბი გვაქვს ისე და ორი ბამბუკის ჯოხი მინდა მეთქი ისა. მაშინ ძალიან ეგზოტიკური რამ იყო და ესე გაგიჟდა ეს კაცი. კაცო სიმღერა ვიცი კარგად ახლა ჩხუბიც იცით მე ვუთხარი ნუ გჭირდება ნუ კაი. იქ რაღაცა შენახული ქონდათ ისინი რაღაცა და ორი კარგი ჯოხი არჩიეს ბამბუკის ისეთი მაგარი და მოვედი ნუ დარბაზში გახარებული ვარ ესე. ნუ ვითამაშეთ კონცერტები რა თქმა უნდა. მაგრამ გავიდა ხანი და ახლა ეს ბამბუკი დაიჩეჩქვა რა გათხდა და ნუ კონცერტის დროს რა უნდა ქნა იქ ვისინი იყვნენ რა ქვია მეხანძრები იყვნენ და ფილარმონიაში და მოიტანეს 2 მილი 2 მილი და გადაჭერეს ესა დაახვიეს ზედ რაღაცა რომ ვითომ ეს არისო და ამით მილი არ კინა ხო ნუ კაი ახლა კაი მეთქი და ნუ რაღაცა ჩხუბო და ის შევიდა ძალიან იმაში მომიქნია მომარტყა მუხში გადამიგლიჯა აი რა გამწარებული ვარ და და სცენარითაც ისეა რომ უნდა დავიჭირო რა ყვანჩალ მოკლა ვიღაცა და აბულაძე დაიჭირეთო გამეცა რა მანასაც კარგად ასე რამდენი ნუ ასეულობით კონცერტი ჩავატარეთ ხო ჩხიკვები და როცა საშუალება მქონდა გოჩა რომ მღეროდა თავის არიას მივდიოდი და უსმენდი
აი უსმენდი რომ ვიცოდი რაღაცას ჩაახვევდა სხვანაირად. უდიდესი ჯერ ხო ნუ ვოკალზე აღარ ვიძახე როგორი რა მაგ კულტურა ქონდა. რაღაცა შესაძლოა, მაგრამ დიდი მუსიკოსი იყო. ამდენად. და ისეთ რაღაცას გააკეთებდა, ჩაახვევდა ხოლმე ისე ლამაზად და ის ნუ არ ვიცი, უნიკალური პიროვნება იყო. ჩემო ბესო, შენ ასევე წლები გაკავშირებს ბასთან ურთიერთობის და სცენაზე დგომის და ორი ეს წინვალე ტენორი, ორი შესანიშნავი ხმა გამორჩეული ერთად იდექით ანსამბლ 75-ის კონცერტებზე. ე ბატონო, მე უფრო ადრე დავიწყებ კიდე. ალბათ ერთ-ერთი პირველი, ვინც გოჩას იცნობდა და მასთან შეხება ჰქონდა, ეს ვიყავი მე. ეს იყო 1974, 75 წლები, ეს იყო სახელმწიფო ანსამბლი რერო. აი კოლექტივში მეზნერი. დიახ, არა, უკვე გივი გაჩეჩილი. უკვე გივი იყო, დიახ. ახალი მოსული იყო და ახალი კოლექტივი შექმნა ბატონმა გივიმ და ამ პერიოდში მოგვიწია მე და გოჩას ერთად სცენაზე დგომა, რეპეტიციებზე, ასე ვთქვა, სიარული, ერთად სიმღერა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შენ სიყავი, შენ ცოტა უფრო ადრე წახვედი მე. ხო, ადრე წახვედი და ერთად ვიყავით, ხო, მე, მანანა, გოჩა, კიდე სხვებს აღარ ჩამოთვლი უკვე. ეს ის კოლექტივი ახლა მე ახალგაზრდებისთვის მინდა ვთქვა, სადაც მღეროდნენ ცნობილი მომღერლები, ისეთი როგორც ნანი ბრეგვაძე, ბუბაკი კაბიძელი, ნამული აბესაძე, სულიკო კოროშინაძე და აი ძალიან უდიდესი სახელი ქონდა მთელ 300 მილიონიან სივრცეში მაშინ. ყველა ცნობილი მომღერალმა თითქმის გამოიარა ეს სკოლა სახელმწიფო ორკესტრი რეროსი და მეც მაგალითად ბედნიერი ვარ რომ მე ამ კოლექტივში 4 წლის განმავლობაში მოღვაწეობდი და ძალიან ბევრი რამ ავითვისე მუსიკალურად. ეხლა რაც შეეხება გოჩას, მე მარტივად ვიტყვი რომ ასეთი აი საქართველოში მაგალითად ასეთი ტექნიკის, ასეთი ვოკალური მონაცემის, ანუ უფრო კონკრეტულად ვიტყვი, დიაპაზონის, ტემბრალური მონაცემების მომღერალი მე თითქმის არ თითებზე ჩამოსათვლი შეიძლება ერთ ხელზეც კი ერთი ხელიც ვერ შეავს. უნიკალური მომღერალი იყო, მართლა უნიკალური.